2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წლიურად გაუარესდა. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. 1 აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედება. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც არ აქვს მისი ფლობის ან გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს ყურად იყოს ჩვენი თხოვნა მაღაროელებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და სამხრივ კომისიაში პროფკავშირების ნაცვლად მათი წარმომადგენლის ჩართვა მოითხოვეს. Google Maps-ზე საქართველოს 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები დაემატება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. რუსული ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ი მწვავე ფინანსურ კრიზისშია 2023 წელი კომპანიამ 7 მილიარდი დოლარის ზარალით დახურა, ხოლო 2024 წელი თითქმის 13 მილიარდიანი ზარალით, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო, მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს. ინდექსის თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 3.3 ქულით შემცირდა, თუმცა მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია 9.6 ქულით. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის სამივე შედეგი გაუარესებულია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, კერძოდ ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა 11.6 ქულით, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 13.9 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინების შეფასება 9.4 ქულით. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, რაც შეეხება 2025 წლის მეორე კვარტლის მოლოდინებს, გამოკითხული კომპანიების 29% დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ელის. რაც შეეხება ბიზნესისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, BAG ინდექსის თანახმად, ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი 5 ფაქტორია. პირველ ადგილზეა მიმართულებით ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობაა. გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია ვაჭრობის სექტორში 78% და მცირე ბიზნესისთვის 42%. მეორე ადგილზეა სპეციალისტების ნაკლებობა, რაც ყველაზე მწვავედი გრძნობა მშენებლობის სექტორში 60% და საშუალო ზომის კომპანიებში 45%. ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის ასევე სახელდება სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა და მოთხოვნის სიმცირე. დეზინფორმაცია თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების ვიზა და მასტერკარდის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება. ეროვნული ბანკი ვიზა და მასტერკარდთან დაკავშირებულ საკითხზე განმარტებას აკეთებს. SEBI აცხადებს, რომ მარეგულირებელი საგადახდო სისტემების მიმართულებით რამდენიმე პროექტზე მართლაც მუშაობს, მათ შორის მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ არასაბარათე და საბარათე სქემები ერთმანეთის პარალელურად იმუშავებს. აღნიშნული არასაბარათე და ტრადიციული საბარათე საგადახდო სქემები საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად, რაც შექმნის საგადახდო სფეროში მეტ კონკურენციას და უზრუნველყოფს მომსახურების ფართო არჩევანს მომხმარებლისთვის ამბეცებში. საკითხს საბანკო ასოციაციაშიც გამოეხმაურდნენ, როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მყისიერი გადახდების სისტემა გადარიცხვებს და აჩქარებს და მოლოდინია, რომ მსგავსი მეთოდით გადახდები ბაზარზე გარკვეულ წელს დაიკავებს, თუმცა ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორის განცხადებით, მსგავსი სქემები ვერ იქნება საბარათე სისტემების სრული ალტერნატივა ცნობისთვის. ვიზა და მასტერკარდთან დაკავშირებული საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გუშინ პარლამენტში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი რამდენიმე საგადახდო პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანია მათ შორის საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება შემცირდეს. მე რო თქვენ მობილ ბანკიდან გადმოგირიცხოთ ხან ინტერნეტ ბანკიდან, თუ ეს გაივლის მყისიერი გადახდის სისტემას, თქვენ ანგარიშზე ეს დაჭდება მყისიერად. ანგარიშიდან ანგარიშზე გადახდაზე როცა იყო ლაპარაკი, ეგ არის, რომ ჩვენ რაღაც ბარათს არ ვიყენებ და ასე შემდეგ. ეხლა ვიზა და მასტერკარდი, ხო, ვიზა და მასტერკარდის ასე ვთქვათ, უპირატესობა ანუ ბევრ ობიუატელს ასე ვთქვათ, შეიძლება მოჩვეულები მოქალაქე შეიძლება ვერ წარმოუდგენია, რამხელა რაღაცა არის, გინდა ვიზა და გინდა მასტერკარდი.
მათ შორის მდგრადობის, მათ შორის მოხერხებულობის და ასე შემდეგ თვალსაზრისით. ესენი ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, გამართული, მუშაობს და ეს მუშაობს არა საქართველოს მასშტაბით, არამედ გლობალური მასშტაბით. რა ვიცი, ხელმისაწვდომობა აქვს უზარმაზარი, გამტარუნარიანობა აქვს უზარმაზარი, ეს ყველაფერი რაღაცა დავები და ასე შემდეგ რუტინაში არის გადასული, რომ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ იცი, ანუ დალაგებულია ყველაფერი. შესაბამისად, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ჩანაცვლებაზე, მე ეს რა ვიცი, ეს კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აქ რაღაცა მოკლევა და საბოლოოდ რაღაცა 50 წელი რო გახსოვს და მუშაობ, შეიძლება რაღაცა მოკლევადაში რომ ამისი სრულფასოვანი ალტერნატივა ასე იმიტომაც იყო კარგი რომ კიდე ერთხელ განმარტება გაკეთდა რომ აქ არ არის მაგაზე ლაპარაკი რომ ვინმე ვიზას ან მასტერკარდს ჩაანაცვლებს რა თქმა უნდა. თუმცა კი რაღაცა სეგმენტს დაიკავებს აი ესეთი ტიპის გადახდები მინიმუმ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პაციენტის თანაგადახდის შესაძლებლობა ფართოვდება. დღეიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის საშუალება ექნებათ. თანხის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის მათ სახელმწიფო პროგრამის სარგებლობაზე ერთჯერადად უარის თქმა და სერვისის ღირებულების სრულად დაფარვა აღარ მოუწევთ. როგორც ექიმების ნაწილი ამბობს, პაციენტები ამ გზას იმიტომ მიმართავდნენ, რომ სახელმწიფო მაღალი ხარისხის სახარჯ მასალას არაფინანსებდა და პაციენტს საკუთარი ჯიბიდან თანხის დამატების უფლება შეზღუდული ჰქონდა. რა იცვლება პაციენტებისთვის? ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტს გიტოვებთ. საქმის კურსი ამ დროისთვის დასრულებულია და უკვე შემაჯამებელი გამოშვება გგერით თქვენ წინ 19 საათზე ანა ლაპიაშვილთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პაციენტის თანაგადახდა DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლიდან 2 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობის გარდა დღეს უკვე პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის იმპლანტებზეც შეუძლია თანხა დაამატოს. აქამდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათ ეს შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდათ. ან სახელმწიფოს დაფინანსებული სერვისით უნდა ესარგებლათ, უკეთესი მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთჯერადად უნდა დაეტოვებინათ და მომსახურების ღირებულებაც სრულად უნდა გადაეხადათ. პროგრამაში თანაგადახდის კომპონენტის გაჩენის შემდეგ პაციენტები უკეთესი სერვისის მისაღებად სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად თანხის დამატებას შეძლებენ. აი სახარჯი მასალები ეგრეთ წოდებული, როგორიც არის მაგალითად პროტეზი, მისი საუკეთესო ანალოგების ჩანაცვლებით შესაძლებლობა გაჩნდება ამიერიდან. თვითონ ექიმისა და პაციენტის შეფასებით საუკეთესო მასალით მოხდება ოპერაციის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ კომბინირებული სახელმწიფოს თანამონაწილეობით და პაციენტის ფინანსური დანახარჯით რომ მოხერხდეს ასეთი პროტეზების შეძენა და შესაბამისად ოპერაციების დროს მათი გამოყენება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თანაგადახდა ნიშნავს, რომ პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის. ოპერაციის სხვა ხარჯებს კი პაკეტის შესაბამისად კვლავ სახელმწიფო აანაზღაურებს. ექიმების ნაწილი ამბობს, რომ მაღალი ხარისხის სახარჯი მასალების გამოყენებას არსებული სისტემაც უზრუნველყოფდა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის პაციენტის უფლების გაფართოებისკენ არის მიმართული. ეს უფლება მას საშუალებას მისცემს თავისი პრეფერენციების მიხედვით აერჩიოს ის იმპლანტი, რომელიც გამოყენებული იქნება ასეთი ოპერაციების დროს. თუმცა აქვე მინდა აღვინიშნოს, რომ აქამდე არსებული სისტემაც უზრუნველყოფდა უმაღლეს ხარისხს, რამე თუ ყველა იმპლანტი, რომელსაც კლინიკა და ნებისმიერი კლინიკა, რომელიც ჩართული გახლავთ ამ პროგრამაში, იყენებდა ძალიან მაღალი ხარისხის იმპლანტებს და ბუნებრივია არჩევანის უფლების გამოყენების გარეშეც არ დგება საკითხი თვითონ ოპერაციის ხარისხის თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ პრეს-რელიზში წერს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს, თუმცა ექიმების ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მაღალი ხარისხის სახარჯ მასალებს არ ფარავს. ამიტომ თუ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, ისინი ძირითადად აქამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ტოვებდნენ და მომსახურებას სრულად საკუთარი თანხებით ანაზღაურებდნენ. ის მასალა, რომელიც გათვალისწინებული იყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო დაფინანსების თანხებით, გამოდიოდა დაბალხარისხიანი, რადგანაც მაღალხარისხიანი იმპლანტი, ვესტში რეგისტრირებული იმპლანტები ღირდა ძვირი, ეს დაფინანსების თანხა მას არ ყოფნიდა, იმიტომ რომ აქ მხოლოდ პაციენტი ხო არ არის, აქ კლინიკა, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული, ექიმები, რომლებმაც იქიდან სათანადო ხელფასიონარი უნდა, ასე შემდეგ და შემდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში კი არა და ყველა შემთხვევაში ხარისხიან იმპლანტს არ ყოფნიდა.
98% არ გამომიყენებია, ეგრეთ წოდებული უხარისხო იმპლანტი. მე ვთქვი ეს პირველივე დღეს თითქმის სამსახურის დაკარგვად დამიჯდა ეს ყველაფერი, მაგრამ უხარისხო იმპლანტს მე ადამიანს ვერ ჩავუყენებ ხელს. როგორც ჯარისკაცს უხარისხო იარაღი არ უნდა ეჭიროს ხელში, ისე ვარ მეც. თანაგადახდის შესაძლებლობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯერ კიდევ შეზღუდულია რიგი მიმართულებებით, მაგალითად ბავშვთა ორთოპედიაში. თუმცა ექიმების ინფორმაციით სამინისტრო თანაგადახდის მექანიზმის გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებს. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს ახალი მიდგომა პრაქტიკაში. იმის გამო, რომ სამინისტრომ პაციენტები არამიზნობრივი ხარჯისგან დაიცვას, ამისთვის რამდენიმე მექანიზმი იქნება გამოყენებული. მათ შორის თითოეული შემთხვევა და მანიპულაცია სამინისტროს პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეს, დაფინანსებას კი კლინიკა მხოლოდ შემთხვევების ანალიზის საფუძველზე მიიღებს.